მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, ჩავატარეთ აწონების ოფიციალური ცერემონიალი. საკმაოდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მინდა გულშემატკივარს უთხრა, რომ ხვალ 2 მაისს საღამოს 17 საათიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტარდება გრანდიოზული საკრივო შოუ, რომლის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი. ამ ღონისძიების მხარდამჭერები გახლავან თბილისის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო და აი ესე ერთობლივი ძალისხმევით მე ვფიქრობ ქართული კრივის კომანდს მართლაც გამორჩეული საღამო ელოდება. მოგეხსენებათ დღის მთავარ ბრძოლაში აი ამ შოუზე თავის WBF სოფლიოს ჩემპიონის ქამარს საშუალო წონაში დაიცავს დაუმარცხებელი მოკრივე გივი თოდუა, რომელიც არის ამ ქამრის მოქმედი მფლობელი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ბრძოლას, მით უმეტეს, რომ მისი მეტოქე არის ძალიან გამოცდილი ფილიპინელი მოკრივე ელმოტრაია. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილავთ მსოფლიოს არეიტინგო ორთაბრძოლებში ქართული კრივის ამომავალ ვარსკვლავებს, მართლაც ქართული პროფესიონალური კრივის სახეებს, გიორგი გიგნიაშვილს და თეონა ფიროსმანაშვილს. გიორგის მეტოქე არის აზერბაიჯანელი ხანბალა გურბანოვი, რაც შეეხება თეონას, მისი მომდევნო მეტოქე უზბეკი უგილშოდ დავლათოვა იქნება. ორივე ეს ბრძოლა იქნება 6 რაუნდიანი და დარწმუნებული ვარ, სრულად გაამართლებს ქართველი გულშემატკივრის იმედებს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ პრესკონფერენციას, ჩვენ გვყავს აქ მთავარ ბრძოლაში მონაწილენი. ჩვენი მეტოქეები არ არიან, რადგან გვაქვს ესე რომ მოკლედ ისინი ისვენებენ, ჩვენ ვსაუბრობთ გულშემატკივართან და მე ვეცდები რამოდენიმე კითხვით მივმართო და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ცნობის მოყარეობა ჩვენ აი ამ ბრძოლაში მონაწილეებს. პირველ რიგში მე რა თქმა უნდა გადავალ კითხვით გივი თოდუასთან. გივი, შენ ქამრის დაცვა გასაგებია, შენ უკვე გაქვს გამოცდილება საქამრო ბრძოლის, ახლა უკვე უნდა დაიცვა ეს შენი მოპოვებული ქამარი. რას ფიქრობ, როგორია შენი განწყობა აი ამ ბრძოლის წინ, რას ფიქრობ მეტოქეზე, როგორ ხარ შენ მომზადებული, უშუალოდ მზადების პროცესში ხო არ ქონია რაიმე შეფერხებები და საერთოდ ხვალ რას უნდა ელოდოს შენგან, შენი კომაგი და მთლიანად ქართული კრივის კომაგი. მოგესალმებით. ამ ბრძოლისთვის კარგად ვარ მომზადებული, მით უმეტეს ქამრის დაცვა არის და თან ჩემ ქვეყანაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. მოწინააღმდეგე საკმაოდ გამოცდილი არის, მაგის ჩხუბები ნანახი და კარგ წინააღმდეგობას გამიწევს ფიქრობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქამარი ჩვენთან დარჩება. ბრძოლისთაც გვირდებით, რომ ძალიან კაი სანახაობა იქნება. რაც შეეხება მომზადებას, არავითარი პრობლემა არ მქონია, წონაც ნორმალურად ჩავაბარე. წონის კლებაში მეტი სხვა ხარვეზები არ მქონდა, არც რაიმე ტრამვა, არც ხელის არაფრის და კარგად ვარ მომზადებული და მზად ვარ ხვალინდელი დღისთვის. გივი, აი შენ თვითონ აღნიშნე, რომ წონის კლება, რა თქმა უნდა, გაიარა ეს პროცესი და რაღაც ხარვეზი არ ქონია, ზუსტად რაც არის, სხვანაირად ვერც იჩხუბებდი, ჩააბარე ეს წონა, თუმცა მე ვიცი, რომ სპორტსმენისთვის და პირადად შენთვისაც როგორც ყველა მოკრივისთვის საკმაოდ რთულია ხოლმე ეს პროცესი. რა შეიძლება თქვა აი ამ პროცესზე? ხო არ გძნობ თავს, რომ რაღაც ან გამოფიტული ხარ, ან დასუსტებული ხარ, საკმაოდ ბევრი დაიკელი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და ზოგადად მაყურებელსაც რო აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოკრივე და რატო იკლებენ ზოგადად სპორტსმენები წონას ბრძოლის წინ და რაზე მოქმედებს ეს ყველაფერი და შენ შემთხვევაში ხო არ იმოქმედებს ხვალ რაიმე თუნდაც იმ კუთხით, რომ არ გამოფიტული ხო არ იქნები, ან რაღაც გადაღლილი ხო არ იქნები ამ წონის კლების ტანჯველი პროცესის გამო. არა, თავს კარგად ვგრძნობ, უკვე აღდგენაზე ვარ, წყალს ვსვავ, მინერალებს, სხვადასხვა ვიტამინებს და უკვე თითქმის კარგად ვგრძნობ თავს. ხვალისთვის უფრო უკეთესად ვიქნები და ასე შემდეგ. წონის კლება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მოკრივისთვის. ამას ეძახიან ბრძოლას უკვე ნამდვილ ბრძოლამდე, ჯერ ბრძოლა უნდა გაიარო, რომ სასწორთან წონა ჩააბარო და შემდეგ უკვე მთავარი, რომელიც ნამდვილად ჩხუბი არის. რავი, წონის კლებას რაც შეეხება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ მოწინააღმდეგესთან გექნება წონით უპირატესობა, მით უმეტეს ბევრი მოკრივე ესეთი, რომ ან ბევრ კილოს იღდგენს, ზოგიერთი იმდენს აღდგენას ვერ აკეთებს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში თავს კარგად ვგრძნობ, ხვალისთვის უფრო უკეთესად ვიქნები და მეტიც თქმა რა ვიცი, ხვალ განახებთ ნამდვილ სანახაობას. გივი, დარწმუნებული ვარ, შენ ნამდვილად მართლაც მაგარ სანახაობას გვაჩვენებ. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვა, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოდის შენ საქომაგოდ მთელი საქართველოდან, რა თქმა უნდა შენი დარბაზიდან ბოქსინგ თაიმში ვარჯიშობ და
ძალიან ბევრი გულშემატკივარი გეყოლება, თუმცა თბილისიდან ძალიან ბევრი იქნება, თუმცა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი აპირებს მათ შორის შენი მშობლიური ზუგდიდიდან, შენი მშობლიური ნარაზენიდან მოდის ავტოკოლონები ფაქტიურად. ალბათ ბევრი მათგანი ამ პრესკონფერენციასაც ნახავს. ზოგადად რა შეგიძლია უთხრა, შენ უკვე ყალიბდები არა მხოლოდ იმ შენი დარბაზის თუ შენი ქალაქის, არამედ მთლიანი საქართველოს ჩემპიონი ხარ, უკვე ერთ-ერთი ვარსკვლავი ხარ ქართულ სპორტში და უკვე მსოფლიო სპორტშიც იმკვიდრებ შენს თავს და შენს ადგილს. რა შეგიძლია უთხრა შენს გულშემატკივარს? რას ნიშნავს მათი მხარდაჭერა შენთვის? რამდენად მნიშვნელოვანია რომ ხვალ ისინი მოვიდნენ უშუალოდ დარბაზიდან დაგიჭირონ მხარი და რა შეგიძლია მათ შეპირდა პირადად შენ? ნუ რა თქმა უნდა, ჩემი სოფლიდან ძალიან ბევრი ხალხი მოდის, შემსაყრებლად, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებს ჩამოსვლას. როცა ჩემს სოფელში ჩავდივარ, უკვე თავს ნამდვილად ჩემპიონატს ვზრობ, იმიტომ რომ იქაური ხალხი, ვინც ხვდება, თითოეული ადამიანი თავის სიტყვას მეუნება რაღაცას და ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა, რომ აი სოფელში ისეთი ადამიანი ვარ, რომ ბავშვები ჩემგან მაგალითს იღებენ, ყველას უნდა რომ კრივი დაიწყოს, ან სხვა სფეროში იყოს, რომ აი ჩემპიონი გამოვიდეს და ყველა რაღაც სპორტით კავდება და ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотивაცია არის, რომ სხვა ხალხს, სხვა ბავშვებს მაგალითს ვაძლევ. ასევე როცა სოფელში ჩავდივარ, ბევრი ისეთი ადამიანი ხდება, ვისაც ფიზიკურად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემზე ინფორმაცია აქვს და თითოეული ადამიანი თან თავის სიყვარული და იმას გამოხატავს გულშემატკივრობას. იმედი მაქვს, რომ ხვალაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი იქნება ჩემთან, იმიტომ რომ თქვენი კომაგობა ძალიან დამჭირდება. იმედია გნახავთ ტრიბუნებზე. გივი ველოდები მეც პირადად შენ გულშემატკივარს და ტრადიციულად ვიცი რომ ძალიან ბევრი იქნებიან და იაქტიურებენ და ბოლო კითხვა ამ ეტაპზე მინდა კითხო ესეთი გასაგებია შენ უკვე მოიპოვე WBF მსოფლიო ჩემპიონის კამარი, ახლა უკვე დაცვა გაქვს. მარტივი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ შენ შეიძლება აი ამ კამრის შენარჩუნებას. მოდი მითხარი, როგორია უკვე შენი შორეულ პერსპექტივაში, აი საშუალო ვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებ შენი კარიერის განვითარებას და ქართული კრივის კომაგი რას უნდა ელოდოს შენგან? ყოველდღურად უფრო და უფრო პროგრესს გავდივარ, ამას თითოეულ ვარჯიშზე ვხედავ და ეს ძალიან მსიამოვნებს. ჯერ ისედაც 21 წლის ვარ და სიჩქარეს არ მჭირდება. ნელ-ნელა ასე პროცესს რო განვითარდე, უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებ და უკვე შეგვიძლია გადავიდეთ უკვე უფრო სერიოზულ კამრებზე, რომელიცაა WBC, WBA და ასე შემდეგ. ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ, პროგრესი არის, ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან დიდი მადლობა გივი. შემდეგი კითხვით გიორგი გიგნიაშვილთან გადავალ. გიორგი უკვე ZDZ მოკლედ ძალიან კარგი სერია გაქვს, ასე ვთქვათ, გამარჯვებების, ნუ დაუმარცხებლად ასპარეზობთ, აგრძელებს შენს კარიერას. რა შეგიძლია თქვა უშუალოდ მოახლოებულ ბრძოლაზე, შენ ჩახედე თვალებში შენს მეტოქეს, საკმაოდ დაძაბული პირისპირ დგომი გამოგივიდათ, როგორ შეაფასებ შენს მეტოქეს და როგორ შეაფასებ შენს ფორმას ამ ეტაპზე? მოგესალმებით, მივესალმები ქართული კრივის გულშემატკივარს. რაც შეეხება ბრძოლას, მე-13 მართა უკვე ბრძოლას ZDZ ეს ბრძოლა იმიტომ ავიღერო წინა ბრძოლა, წინა ორი ბრძოლა თითქმის ერთი რაუნდს არ გავამივიდა ორივე. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეა, არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალურ კრივშიც და მოყვარულებშიც. აქვს ბევრი ნაჩხუბარი. და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დაძაბული ბრძოლა მექნება. ვადენებდი მის მომზადებას თვალყურს და მისი მინუსებიც დავინახე, პლუსებიც დავინახე და ხვალ ყველაფერს ერთად შევაჯერებ და ყველაფერი კარგად იქნება რინგზე. მექნება დაძაბული ბრძოლა. მეც ასეთი ბრძოლა მინდა, ვაჟკაცი ბიჭები მინდა რომ წინ მედგეს, ყველა ვაჟკაცი ბიჭი ვინც რინგზე ამოდის. და მინდა რომ წინააღმდეგობა გამიწიოს და ის 6 რაუნდი ჩავამთავრო ჩემს ასიკრეთო. აი გიორგი შენ ეს უნდა კითხო, გასაგებია რომ აქამდე წინა ბრძოლები ჯერ ისედაც 4 რაუნდიანი იყო, მერე ვადაზე ადრე შეძელი, უმეტეს შემთხვევაში დამთავრება, ეხლა უკვე 6 რაუნდიანი იქნება ბრძოლა. თუ მოემზადე განსაკუთრებით აი ამ 6 რაუნდიანი ბრძოლისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოკრივემ გაზარდოს ეს რაუნდების მდგომარეობა ბრძოლიდან ბრძოლამდე და ხო არ იმოქმედებს ეს 6 რაუნდიანი რადგან არის ხო არ იმოქმედებს შენზე რაიმენაირად უარყოფითად ასე ვთქვათ ხო არ დაიღლები ან აი მზადების პროცესში ხო არ ქონდა კიდე რაღაცა სხვანაირი მზადება რომ სიტყვაზე 6 რაუნდის შემზადებოდა. კი, რა თქმა უნდა, 6 რაუნდს უფრო სხვანაირი მომზადება ჭირდება, როგორც 4 რაუნდს უფრო სხვანაირი. მქონდა ინტენსიური მომზადება, გაზრდილი მქონდა
წუთებრივი რაოდენობა. ნუ რა თქმა უნდა, სპარინგებიც რაუნდების გაზრდილი მქონდა და არანაირი არაფერი 6 რაუნდს ჩვეულებრივად ვიჩხეროთ დაღლის გარეშე. ნუ ეს ფსიქოლოგიური არა 6 რაუნდი, 4 რაუნდი გადადიხარ, მაგრამ ჩემს არაფერი არ არის. გიორგი, მინდა გით თქვა და აღვნიშნო, რომ შენც ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული მოკრივე ხარ, თუნდაც იმ კუთხით, რომ მართლაც ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე ყოველთვის შენს ბრძოლებს მთელ საქართველოში და განსაკუთრებით შენი გულშემატკივრები, შენი მშობლიური მხარიდან ძალიან აქტიურობენ და ველი თვალად ძალიან ბევრ გულშემატკივარს. ჩვენ არაერთხელ წინა პრესკონფერენციებზეც გვისაუბრია თუ რას ნიშნავს შენთვის მათი მხარდაჭერა და ზოგადად აი მაინტერესებს უშუალოდ აი რინგზე როგორია აღქმა იმის რა აი ზოგი მოკრივე არის რომ რინგზე გადის და უშუალოდ იბრძვის მეტოქეს უყურებს და არაფერი არ ესმის შენ შემთხვევაში როგორ არის თუ გესმის ხოლმე აი ამ გულშემატკივრის შეძახილები თუ გძნობ მათ მუხტს რინგზე თუ გეხმარება ეს ყველაფერი იმიტომ რომ არის მოკრივეთა კატეგორია რომელსაც პირიქით გულშემატკივარი ძაბავს ერთგვარად და უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს აქედან გამომდინარე ცოტა რაღაც გახსნა უჭირთ ხოლმე შენ შემთხვევაში როგორ არის აი ეს საკითხი კი, შენ შემთხვევაში სხვათა შორის თავიდან იყო ხოლმე ეს დაძაბარო და დაძაბული ვიყავ იმის გამო რომ არ წამეგო რაღაც და იმედები არ გამისრულებინა და მე ჩემ და სასიკეთოდ შევისწავლე ეს და პირიქით უფრო მეტ მუხტს მაძლევს რომ გავიხედავ ტრიბუნებზე და ის ნაცნობის სახე ხდება რო არც მოველოდებ იმ რინგზე და იქ ხდება და იქ სხვა არის ჩემთვის ასე რომ მათი მოსვლა ჩემთვის არის ძალიან ერთი დიდი მოგება და ერთი გადადგმული ნაბიჯი. მარტო ჩემი მოგება არ არის და მარტო ჩემი წაგება არ არის ეს ამათთან არის რა. ესენიც იგებენ, ესენიც აგებენ. და ყველას ველოდებით ჩემს ხსნის ხეობელებს, ყველას გელოდებით ხვალ გარწმუნებული ვარ მართლაც არაერთ ქსნის ხეობელს ვიხილავთ როგორც შევიათ ხოლმე და თავისი ხურვალე ყიჟინა და შეძახილებიც არ მოგატდება მით უმეტეს უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია შენი ქართველების შენი ახლობლების მხარდაჭერა და მარტო ის არა მთელი საქართველოსთან ველოდებით გიორგის გულშემატკივრებსაც გიორგი შენ უკვე ზედიზედ ფაქტიურად თითქმის ყოველთვის მოგიწია ზედიზედ რამოდენიმე ბრძოლის ჩატარება ხო არა გაქვს რაიმე გადაღლის მომენტი როგორ გძნობ ზოგადად აი რამდენად კარგი იყო რომ ეს მიაბი ეს ბრძოლები და როგორია შენი აი ხვალინდელი ბრძოლის მერე უკვე შენი გეგმები როგორია პროფესიონალურ კრივის რინგზე კი ლევან ყველა მაგას მეუბნება რომ მივაბი და მალევე ჩავნიშნე მაგრამ მე ამით უფრო გახსნილი ვარ ჩხუბები რაღაც ეგანაც აღნიშნე რომ წინა ბრძოლები არ გამიჭირდა თან 4 რაუნდს არც მიჩხუბია თითო რაუნდი ვიჩხუბე და ჩავნიშნე ეს ბრძოლა მომზადება არა პირიქით მე უფრო მოტივირებული ვარ როცა წინ რაღაცა მელოდება და ესე არ ვარჯიშობ ესე არც არ ვარჯიშობს არავინ მაგრამ ნუ წინ რაღაც გელოდება მაგრამ აი ეს მოკლე ხანში როა ჩასმული უფრო კარგად ვარ ხოლმე რა და ეხლა ამ ბრძოლას რო ჩავამთავრე ვალ გამოტოვე მეორე ივენტს მინდა გამოტოვო და კამარზე მინდა საქართველოს კამარზე ჩხუბი ნუ შევხედავ მე 6 რაუნდს როგორ ვიქნები და მე მგონი საინტერესო განაცხადია უკვე გიორგის მხრიდან და ვინცაც პრეტენზია გაქვთ მეგობრებო აი დაფიქსირდა კამარზე პრეტენზია და შესაძლო წონით კატეგორიებს თუ და წონით კატეგორიებს თუ დაამხოთ შეიძლება ვისაუბროთ მოკლედ მეგობრებო მადლობა გიორგი მოკლედ ძალიან საინტერესო იყო შენი განაცხადი მე ვფიქრობ საფუძვლიანი პრეტენზია გაქვს უახლოეს პერიოდში შენ საქართველოს კამარზე ვნახოთ უკვე პრეტენდენტები ვინ შეიძლება იყოს და გავივლით ფედერაციასთან ორგანიზაციასთან საქართველოს პროფესიონალურ კრივის კავშირთან ამ თემებს და შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ უკვე საქამრე ბრძოლად გიორგის შესრულებით და მინდა გისურვო წარმატებები და მინდა გადავიდე თეონასთან თეონა ბოლოს იმიტომ არ მოვიტოვეთ რომ ჩაგრავთ უბრალოდ იმიტომ რომ თბილი ლუკმა მოვიტოვეთ ასე ვთქვათ ბოლოსკენ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთი პირისპირ დგომი ჰქონდა უკვე ძალიან საინტერესო და დაძაბული შენს მეტოქესთან ნახავს ამ ყველაფერს გულშემატკივარი თეონა შენ რა სიტყვა შენს მეტოქეზე ჩახედე უკვე თვალებში საკმაოდ აგრესიული იყავი შენც მანაც არ დააკლო რას უნდა ველოდოთ ხვალ
მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს. ნახე, მთლიანობაში შევაფასებ სიტუაციას. წინა ბრძოლებისგან განსხვავებით, თუნდაც წონაზე რო ავიღოთ, ხო, წონაზე რო ვილაპარაკოთ, ზოგადად წინა დღეს უკვე წონა გაკეთებული მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს ესე არ იყო, ანუ დღეს გავაკეთე, წონის წინ გავაკეთე წონა და ძალიან რთული აღმოჩნდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ხვალამდე აღდგენას მოვასწრებ, იმიტომ იყო ჩემი დღევანდელი face to face ესეთი აგრესიული, იმიტომ რომ ძალიან მშიოდა და ძალიან მშიოდა და გადავწყვიტე რომ ეს შემეჭამა. ხო და კი, ბრძოლები ნანახი მაქვს, კარგი გოგო არის, მაგრამ რეალურად face to face რა არის ჩემთვის? ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ძალიან კარგი რამეა. ძალიან მიყვარს მოწინააღმდეგის შეგრძნება ბრძოლამდე. ახლოს მისვლა, მაგისი აურის შეგრძნება და საერთოდ ჩემი აზრით პირველი ბრძოლა თუ სასწორია, მეორე კიდე face to face-ია. ხო და ჩემი აზრით ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელობა აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი სპორტსმენისთვის, ისე მეორისთვის, განწყობისთვის, ასე ვთქვათ და ოპონენტის წინასწარ შეგრძნებისთვის. ძალიან კარგი პროცესია ეს და ვიგრძენი, რომ ეს გოგო შემიძლია გავანადგურო, როცა მინდა მე. ნებისმიერ რაუნდში, როცა კი მომესურვება. რომელ რაუნდს პირდები გულშემატკივრს? ეს ვიგრძენი მისი აურით და რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაც მომენტში შეიძლება მოვდუნდე ან ვერ ვაფასებ, ხო? ბრძოლები ნანახი მაქვს, ძალიან კარგადაც ვაფასებ, ძალიან კარგი გოგო არის, მაგრამ აი ამ აურით და რაც მე იმის თვალებში დავინახე და რაც მე ახლოს ვიგრძენი, მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივად გავუმკლავდები და რომელ რაუნდში იყოს მე ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე წინა ბრძოლა რომ ესე ლამაზად დავამთავრე და 6 რაუნდიანია და სულ მინდოდა რომ 6 რაუნდი ბოლომდე გემრიელად მეჩხუბა და ნახოთ მე ვფიქრობ რომ წინააღმდეგობას მაინც გამიწევს მიუხედავად იმისა მე ახლა რას ვლაპარაკობ და რა ვიგრძენი თვალებში ბრძოლების გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ რომ წინააღმდეგობას გამიწევს და მინდა რომ 6 რაუნდი ვიბრძოლო. მინდა რომ გავიხსნა, იმიტომ რომ წინა ბრძოლიდან ერთ თვეში ვეჩავრნიშნეთ შემდეგი ტურნირი და დღეს ძალიან ჩვეულებრივ ვარ, ემოციურადაც უფრო სტაბილური ვარ. ღელოაც ნაკლები არის და ვფიქრობ უფრო გახსნილად გამოვალ და უფრო კარგ სანახაობას დავდგამ. ამიტომ ეს სანახაობა თუ კარგი იქნება, მინდა რომ დიდი ხანი იყოს. ნახოთ, და მოკლედ როგორც მოგცემს ბრძოლა საშუალებას, ისე განვავითარებ. მოკლედ ინტრიგა დატოვა თეონამ, უნდა დავალოდოთ და უშუალოდ ბრძოლაში უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი კითხვა მექნება შენთან თეონა, შენ აქ გქონდა საუბარი, რომ პირველი ბრძოლა, ანუ face to face-დან იწყება და მე რო გრძელდება და შემდეგ, მაგრამ უფრო მანამდე კიდე პირველი ბრძოლა მზადებაა და წონის კლება არის. შენთან აღნიშნე რომ დღეს ცოტა უფრო დღევანდელ დღეს გააკეთე, ასე ვთქვათ, წონა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და ხო არ იმოქმედა ამ ყველაფერმა, იგივე შენთან თქვი რომ face to face-ზე უფრო გაბრაზებულიც ვიყავი და რაღაცა და აი ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს შენზე და როგორ ხარ განწყობილი, აი შენი მზადების პროცესი როგორ გაიარე და აი ეს ჯაჭვი რო აგვიხსნა მზადების პროცესიდან გამომდინარე, როგორც მოხვედი დღემდე როგორ ხარ განწყობილი ფსიქოლოგიურად უკვე ხვალინდელი ბრძოლისთვის. იმ წონას რასაც მე ვიკლებ დაუშვათ, ხო? დიდი რაღაც ცერემონია და დიდი დრო არ სჭირდება, ხო? უბრალოდ რაღაც პატარა შეცდომები დაუშვი კვებასთან დაკავშირებით. იქ სადღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ უმარილო ჭამო იმ დღეს, იქ მარილი შეიძლება, აქ არ შეიძლება და აი იქ პატარა ცდომილება მომივიდა და ეს ცდომილება უკვე რას გიშვება, ხო? გიკავებს წყალს და შეიძლება უფრო გაგიჭირდეს სწორი საკლება. აი ეს პატარა რაღაც შეცდომა მქონდა კვებაში და მაგიტომ მომიწია ესე რომ დღესაც ვიყავი იმ პროცესში, წონის კლევის პროცესში, საუნაშიც და ძალიან რთული ყოფილა, ეხლა მესმის თქვენი, აქამდე არ მესმოდა. ხო, სხეულზე სხვანაირად მოქმედებს რა, კუნთებზე, ყველაფერზე და მზადების პროცესი როგორი იყო? ზოგადად მე ვიტყვი იმას, რომ უფრო მეტი ტრავმა არის მზადების დროს და მომზადების პროცესში, ვიდრე რინგზე უშუალოდ ბრძოლის დროს, იმიტომ რომ რა ვიცი, იყო მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე იყო და ვითომ ცოტა დრო არის, მაინც იყო პატარ-პატარა ტრავმები, წინა ბრძოლიდანაც იყო ხელზე დაუშვად, მერე სპარინგების დროს იყო რაღაც ტრავმები, მაგრამ იცი როგორი ამბავია?
გუშინ წინ იყო. დღეს უკვე აღარ გახსოვს, როგორც კი სასწორზე დადგები, წონას ჩააბარებ მოწინააღმდეგეს შეხედა, უკვე აღარ არსებობს ეს ყველაფერი და გავიწყდება. ანუ არც ხელი არავის აღარ ახსოვს, არც ყბა აღარავის აღარ ახსოვს, მინდა რომ ვიჩხუბო და მინდა რომ ვეჩხუბო და მინდა რომ ეს სანახაობა და შეხვედრა შედგეს ძალიან და ხო, მაგას ვიტყვი, რომ უფრო რთული ბრძოლებში არის მზადების პროცესი. მერე წონის გაკეთების და მერე უკვე თვითონ ბრძოლა. ხო, ეს ყველა ჩემპიონს მაგას ჩემპიონს ეგ აქვს, რა თქმა უნდა, რომ ჩემპიონები იჭედებიან დარბაზებში და არა რინგზე. რინგზე არის უკვე მაგის გაფორმება, თორე დანარჩენი რა თქმა უნდა დარბაზებში ხდება და მე მიხარია რომ აი ესე გაქვთ გაცნობიერებული თვითონ ეს ფაქტიც პირადად შენ და გივისაც და გიორგისაც. თეონა, ერთი კითხვა მინდა დაგისვა კიდევ შენ არ არის და ყველა მიცის რომ ძალიან პოპულარული ხარ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავს, მათ შორის უცხოეთიდან, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობენ შენი კომაგები მთელი საქართველოდან და ძალიან ბევრი ემიგრანტი. ძალიან ბევრი ემიგრანტი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მე ვიცი რომ ხვალ ძალიან ბევრი მათგანი იქნება რამდენად მნიშვნელოვანია შენთვისაც, შენ მაინტერესებს, შენი ხედვამც მაინტერესებს, გულშემატკივარი როგორ მოქმედებს შენზე, მე ვიცი რომ ბევრი იქნება შენი მშობლიური დედოფლის წყაროდანაც, თბილისიდანაც, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ზოგადად მე აღვნიშნე რომ ორი სახის მოკრივეები არიან, ვისაც დადებითად მოქმედებს და ვისაც პირიქით ეს გულშემატკივარი რაღაც ძაბავს, გამომდინარე იქიდან რომ ფსიქოლოგიური წნეხი არის ერთგვარი. შენ შემთხვევაში როგორ არის? რას ნიშნავს შენთვის კომაგი და ზოგადად მოკრივისთვის რას ნიშნავს კომაგი და რატო ამ მნიშვნელოვანი და რატო ვამბობთ ხოლმე სულ რომ მოდით გულშემატკივრებო. რას ნიშნავს საკრივო შოუსთვის პროფესიონალურ კრივში და პირადად შენთვის რას ნიშნავს გულშემატკივარი? კარგი, ახლა ავხსნი. ძალიან მარტივად. მე დარბაზში ვარჯიშობ, ვემზადები კონკრეტულად ამ ბრძოლისთვის. მე ამისთვის გავდივარ ძალიან დიდ პროცესს, ხო, ეს არის არა მარტო სპარინგები, ეს არის სხვადასხვა ვარჯიშები, რაც საჭიროა რომ მიხვიდე, ხო, შეხვიდე ფორმაში და მზად იყო ბრძოლისთვის. ამ ბრძოლისთვის ემზადები დარბაზში, ამ ბრძოლისთვის ემზადები სახლში, ანუ მთელი დღეები, შენი ეს რაც დრო გაქვს ბრძოლამდე ემზადები, ჩართული ხარ, ამას ვერ ხედავს ვერავინ. ანუ შენ იქ ყბა მოგტყდა, ხელი მოგტყდა ვარჯიშზე იმისთვის, რომ გინდა რომ ძალიან მაგარ ფორმაში შეხვიდე და იქ გახვიდე და კარგი ბრძოლა დადგა, ამას ვერავინ ვერ ხედავს, ეს პროცესი მოკრივე არის ჩრდილში. და რა არის უკვე ბრძოლა, ხო? ეს უნდა გაიტანო და სცენაზე, ასე ვთქვა და შენი ნაშრომი აჩვენო. და როდესაც გადიხარ უკვე, აი შეჯიბრი მოვიდა, 2 მაისი მოვიდა. მე გამოვდივარ, რომ შენ გაჩვენო არა კონკრეტულად იმ, რა ქვია, ჩემს მოწინააღმდეგეს. ხო, უგილშოტთან უშუალოდ ბრძოლა კი არ უნდა გაჩვენო, უნდა გაჩვენო რა მოგიმზადე ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა გაჩვენო რა ვიცი მე როგორ ვიკვებებოდი ტანზე მეტყობა, როგორ ვარჯიშობდი ტანზე მეტყობა, როგორ ტექნიკა დავხვეწე ჩხუბში მეტყობა, ფიზიკურობა დავხვეწე დარტყმაში მეტყობა. ანუ ეს ყველაფერი, რასაც მე ერთი თვე გიმზადებდი და ვერავინ ვერ ხედავ და გადიხარ და გაგაკ ბრძოლაზე და რა თქმა უნდა გინდა მაყურებელი. ანუ რისთვის აკეთებდი მაგას, ხო? ანუ კრივი ისეთი სპორტი არის, რომ არის შოუ და შოუს ჭირდება მაყურებელი. მე ამ ყველაფერთვის რომ ვემზადები და რინგზე გავდივარ, ძალიან მინდა რომ მიყურონ და ძალიან მინდა რომ ჩემი შრომა შეაფასონ და ჩემი შრომით დატკბენ. აი ეს არის ჩემთვის გულშემატკივარი და პლუს ამას როცა ყავს უცხოელი მეტოქე, რა თქმა უნდა რომ დამატებითი საყრდენია შენთვის და იმედი არის გულშემატკივარი და ის რო გიყურებს უფრო მეტს ეცდები რომ რინგზე გააკეთო და უკეთეს შედეგის დადებას ეცდები. ხო და აი ეს არის რა. მე მინდა რომ ჩემი შრომა გავიტანო რინგზე და ამას უყუროს ძალიან ბევრმა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მეც ვეთანხმები, მით უმეტეს როგორც თქვი პროფესიონალური კრივი, ეს არის შოუ, ეს არის სანახაობა, ეს არის სისხლი არის, პატარა ხელთათმანებია, შლემის გარეშე არის, ხო? ანუ გინდა არ გინდა ემზადებოდი, მაგრამ ისიც ხო ემზადებოდა, რა თქმა უნდა, ორივე ზიანდებით, ხო? ორივე იმისთვის ადიხართ, რომ ერთმანეთს ზიანი მიაყენოთ და ეს თუ არავინ არ ნახა. გაძალაგადიათ, რატო რას ვერჩით ერთმანეთს? ნამდვილად დაგეთანხმები მეც და მე ამას არ ვიძახი წუწუნით, პირიქით მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი მოდის ერთვება. კი, უნდა მივაჩვიოთ ხალხის სიარულს ამ შოუებზე. კი, და მადლობა ყველა გულშემატკივარს შოუდან შოუმდე, რომელიც ადევნებს თვალს ჩვენ მოკრივეებს. მე მიხარია, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი
გაძლევთ შესაძლებლობას თითოეულ თქვენთაგანს, რომ საკუთარი უნარები, საკუთარი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, არენას გაძლევთ, შესაძლებლობას გაძლევთ და ეს უკვე თქვენ თვითონ უნდა გამოიყენოთ, თქვენ თვითონ უნდა აჩვენოთ ყველაფერი გულშემატკივარს და მე მინდა ვთხოვო და ვიცი, რომ მოვა და გულშემატკივარი არის ყველაფერი. ამაში არის აი როგორც ერთი ჯაჭვი ამოაკლო რაღაცას და ის ჯაჭვი გაწყდება ისევე გულშემატკივარს თუ ამოვაკლებთ ამ შოუებიდან, სპორტიდან ზოგადად და მით უმეტეს პროფესიონალური კრივიდან ჯაჭვი წყდება და წარმატება არ იქნება. შესაბამისად, თითოეულ გულშემატკივარს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ვამბობ, ქართული პროფესიონალური კრივი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ახალ საფეხურზე. აი ეს მოკრივეები ერთი მეორეზე უკეთესები და კიდევ სხვები, რომლებიც უყურებენ დამწყები მოკრივეები, ახალგაზრდა მოკრივეები, ძალიან ბევრი კიდევ უკვე ძალიან გამოცდილი მოკრივე, რომელიც დგას ჩვენ წინ, ყველა ერთად ფაქტიურად ერთმუშტად შეკრული, შრომობთ, რომ გადავიყვანოთ ქართული პროფესიონალური კრივი შემდეგ ეტაპზე და ამაში ვაძლევთ საშუალებას გულშემატკივრებო. თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ ჩვენთან ერთად დაწეროთ თანამედროვე ქართული კრივის ისტორია და ეს არ არის ლიტონის სიტყვები, ეს არის რეალობა. მოდით ერთად შევქმნათ, ერთად გავაკეთოთ, ერთად ავიყვანოთ. ყველანაირი პირობა გვაქვს ამისოდ შექმნილი. გვაქვს ძალიან კარგი მოკრივეები, გვაქვს ძალიან მაგარი შოუები, რომლის მსგავსიც ევროპაში სანატრელია, გვაქვს ძალიან მაგარი ბრძოლები, ორთაბრძოლები, გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, გვაქვს გახსნილი საზღვრები უცხოეთთან, გვაქვს ძალიან მაგარი კონტაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაძლებელია რომ მაქსიმუმ უმაღლეს დონეზე ავიდეთ, ამაში გვჭირდება გულშემატკივრების ბოლომდე მხარში დგომა და შეგვიძლია რომ სპონსორების რა თქმა უნდა შემდეგ გვერდში დგომა და აი ამ ყველაფერთ ერთობლიობით სასიხარულოა რომ სახელმწიფო ძალიან კარგად გვეხმარება, სპორტის სამინისტრო, აგერ ახლა თბილისის მერია ჩაერთო, სხვადასხვა სპონსორები ინტერესდებიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ქართველ მოკრივეებთან ერთად ხვალ და ზეგ გადადგავს ძალიან მაგარ ნაბიჯს, მით უმეტეს რომ აი ხედავთ რომ შოუდან შოუ და ერთ შოუზე, როცა იბრძოლებს თეონა, გივი იბრძვის, გიორგი იბრძვის, სხვები იბრძვიან, შემდეგ შოუზე თუ უნდა და იმ შოუში მონაწილეობა სიტყვაზე 40 ადამიანს, შემდეგ შოუზე უნდა 80 ადამიანს და აი ისეთი ბუნი არის ამ მომენტში რა და ძალიან დიდი კონკურენციაა და ეს ყველაფერი ქმნის უკვე შედეგს, უკვე ქმნის განსხვავებულ სულ სხვა დონეზე შეგვიძლია ავიყვანოთ ამ კონკურენციითაც. მათ შორის კონკურენციაა რომ მოხვდნენ უკვე შოუზე მოკრივეები და ეს არის მათ შორის თქვენი დამსახურება. თითოეულ თქვენთაგანაც თქვენი წარმატებული ასპარეზობის და მე ვფიქრობ ამ ხრივას პირადად თქვენ გივის, გიორგის, თეონას, აი ამ სამეულს ვინც ახლა იბრძვის და თქვენს გარდა კიდევ არიან გამორჩეული მოკრივეები, განსაკუთრებული როლი გაქვთ და გაკისრიათ და რა ვიცი, მე მინდა გისურვოთ წარმატებები. ძალიან კარგი შოუ გველოდება ხვალ, მთავარი ბრძოლები იქნება 20 საათიდან, ესეც მინდა უთხრა გულშემატკივარს, მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლებში გამორჩეულ ქართველ მოკრივეებს ვიხილავთ. გარდა ამისა ვიხილავთ არა ქართველებსაც, აი ისეთ დონეზეა უკვე წასული კრივი, რომ საქართველოში იბრძვიან ისრაელელი და ინდოელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის ქამრისათვის. რატო ისრაელი ვინმეზე ნაკლები ქვეყანაა? იმიტომ რომ იქ ვერ აორგანიზებენ ამ დონის შოუებს და უხარიათ რომ ჩვენ შოუებში ერთვებიან და აქ იღებენ მონაწილეობას და მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პირადად ჩამოდის, პირადად ესწრება ამ ყველაფერს და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მინდა გისურვოთ წარმატებები, ხო არაფერს დაამატებდით. მართალია ეს კამარი კი გინდა და ყველა შოუზე შენთვის მიითრევ ასე, მაგრამ გივი ეგრე ადვილად როთმობდეს ამ კამარს. ეხლა აი აქ წინ არედებოდა, ასე რომ ჯერ დაიმსახურე, გენაცვალე და მერე ველოდებით უკვე. ხო არაფერს დაამატებდით. მე ვეტყვი გულშემატკივრას, რომ რა თქმა უნდა ჩვენთან ჩამოსული არის ამ კამრის პრეზიდენტი, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. ხო. და ხვალინდელი ბრძოლა კიდევ იმიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანი ამ ბრძოლას დაესწრება, შემაფასებს როგორც მოკრივეს და ჩემთვის უკვე აქვს ნათქვამი, რომ ვიქნები, უნდა რომ ვიყო პირველი გოგო, რომელიც საქართველოში ამ კამარს აიღებს. შესაბამისად, ხვალინდელი ჩემი პირველი მაშინ როცა ჩვენ ვისაუბრეთ იმ შოუზე, მე მონაწილეობას არ ვიღებდი და ხვალე იქნება ჩემი ასე ვთქვათ, მისთვის გაცნობის დღე და უფრო ამიტომ ვარ ესეთი განწყობით, რომ უგილშოდის შეჭმა მინდა, რომ შემდეგ ამ კამართან უფრო ერთი ნაბიჯით ახლოს ვიყო და რა თქმა უნდა ამ ყველაფრისთვის მჭირდება გულშემატკივარი. ყველამ თვითონ უნდა ნახოს ამ ადამიანმა, რომ ეს კამარი მჭირდება არა მარტო მე, ეს კამარი გვჭირდება მთლიანად საქართველოს და ქალებს.
ქართულ ქალთა კრივს ნამდვილად ჭირდება ერთი კამარი ნამდვილად. და დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში გვექნება საშუალება. გივი, შენ ხო არაფერს დაამატებდი? მოკლედ ხალხს მოვუწოვებ იმისკენ რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი მოვიდეს ჯგუფზე, ბილეთების ფასიც ძალიან მინიმალური არის და რაც უფრო მეტი ხალხი იქნება ქართული კრივისთვისაც უკეთესია და თვითონ სპორტსმენებსაც რომ უფრო დიდი мотиваცია გვექნება თვითონ ჩვენი სარკის მიმართ, ჩვენი კრივის მიმართ, რომ აი ისე არ ვარჯიშობთ, რომ შედეგი არ გამოიღოს. შედეგისაც გამოიღებს და ხალხის ძალიან დაინტერესდება და საკმაოდ კაი საყურებელი იქნება ჩვენი ჯგუფები. მადლობა გივი და გიორგიც ბოლო სიტყვით რა შეგიძლია უთხრა შენ გულშემატკივარს და ზოგადად თუ რამე დაგვრჩა სათქმელი შეგვიძლია უთხრათ ყველაფერი თავი. გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვეტყვი რომ მობრძანდნენ ხვალ 20 საათზე დაიწყება როგორც ლევანი თქვა თავარი ბრძოლები მანამდე იქნება 4 საათზე დაიწყება სხვა ბრძოლები სოფლიო სარეიტიკო ბრძოლები რაც იქნება სანახაობრივი ისიც და რაც თეო უნდა გივიმაღნიშნა რომ მართალია თუ მაყურებელი არ იქნება ჩვენი რასაც ვარჯიშობ და შრომას ვხვით, ოფს ვხვით, რომ გამოვიტანოთ იქ და თქვენ განახოთ ეს არ იქნება და როცა მაყურებელი იქნება უფრო კარგი გამოდის და ლამაზი გამოდის. ძალიან დიდი მადლობა. ბევრს აღარ შეგაწყენთ, თავს აღარ შეგაწუხებთ, ვიცი რომ წონის აღდგენა გინდათ, ყველას დასვენება გინდათ, გისურვებთ წარმატებებს. გულშემატკივარს მინდა უთხრა რომ ვინც განსაკუთრებით ემიგრანტებს, თორე საქართველოში თუ ხარ და მით უმეტეს თბილისში თუ ხარ, რა გულმა უნდა გაგიძლოს რომ ესეთი შოუ ტარდებოდეს და ვერ მოხვიდე, მით უმეტეს თუ კრივთან ხარ დაკავშირებულია ან ახალგაზრდა მოკრივე ხარ, საერთოდ ლაპარაკიც არ არის, ალბათ ყველა იქ იქნება და ისეც ნებისმიერ ქართველს, ვინც ხვალ იქნება 2 მაისს თბილისში, რა გულმა უნდა გაუძლოს, რომ ამ მაგარ სანახაობაზე არ მოვიდეს, რაც შეეხება ემიგრანტებს და ის, ვინც ვერანაირად ვერ ახერხებს აი ამ ორთაბრძოლებზე მოსვლას, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს YouTube-ის არხზე Boxing Georgia, ასევე მასალები დაიდება Boxing Group Promotion-ის Facebook-ის გვერდზე და Facebook-ის გვერდზე კრივის სამყარო. ასე რომ მეგობრებო, მოდი ერთად დავწეროთ ქართული კრივის ახალი ისტორია. რა სიტყვით? დავწეროთ. მადლობა დიდი.